გამარჯობათ. დღეს მინდა გესაუბროთ მართლმადიდებელ ქრისტიანთა ერთ უდიდეს შეცდომაზე, რომელზეც ჩვენ ძალიან ნაკლებად ვფიქრობთ, მაგრამ წესი და კანონით გამუდმებით ამაზე უნდა ვფიქრობდეთ. სამება ღმერთის დადგენილებით, დედამიწა არის ბრძოლის ველი, ბრძოლის საგანი ადამიანთა ხვედრი მარადისობაში. გარდაუვალი რეალობა იყოს, რომ სანამ იცოცხლებ, ბრძოლის ველზე იცოცხლებ და შენი შთამომავლებაც ასე იქნება, სულ ომში და არ ინტერესდებოდე, რა არის გამოსავალი, როგორ იმარჯვებდე ყოველ დღე ამ მთლიანობაში და არ გაინტერესებდეს ეს. ეს რბილად რომ ვთქვათ, არის უკიდურესი უგუნურება. მონათლულ, აღმსარებელ, მაზიარებელ ადამიანებს ეშინიათ ხოლმე ჯადოების, მოჩვენებების, მკითხავების. შეშინებული სახეებით კითხულობენ ხოლმე. ბრძოლები გააქვთო? ვითომ ეშმაკი თავის მორჩილებს წყალობით ებყრობა და ყოველ დღე ცხვირპირში არ ურტყავს. შეხედეთ უღმერთო ქვეყნების, ან უღმერთო ადამიანების ცხოვრებას, რა ჯოჯოხეთი ტრიალებს მათ ცხოვრებაში, ხილულად და უხილავად, ყოველ დღე და მთლიანობაში. ადამიანს, მით უმეტეს ქრისტიანს, აუცილებლად სჭირდება იმისი გააზრება, რომ ყველა იმ ბოროტების უკან, რაც ჩვენ სულებში ტრიალებს, ან ჩვენ გარშემო ტრიალებს, დგანან კონკრეტული უხილავი პიროვნებები. ყოფილი ანგელოზები, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს თავისი ბოროტი აზროვნებისა გამო. იციან, რაც გააკეთეს, რასაც აკეთებენ და არც ინანიებენ. იციან, რაც ელოდებათ და მაინც არ იხევენ უკან. ისინი შთაგვაგონებენ და გვიბიძგებენ ყველანაირ ბოროტებაზე, სიკეთის საფარველით შეფუთულ ბოროტებებზე. უფალს რომ ჩვენთვის უხეში სხეული, აი ეს სხეული არ შეემოსა, ჩვენ მუდმივ უწყვეტ კონტაქტში ვიქნებოდით მათთან, დავინახავდით, როგორც ჩვეულებრივად ადამიანებს ხედავთ და მოვისმენდით და გავესაუბრებოდით. ისინი არიან თქვენი და თქვენი ძვირფასი ადამიანების დაუძინებელი მტრები. და თქვენ წესით უნდა გინდებოდეთ, რომ ამ ბოროტ პიროვნებებს რაღაც პასუხი გასცეთ, სამაგიერო გადაუხადოთ. რეაგირებდეთ იმაზე, რასაც გიპირებენ თქვენ და უპირებენ თქვენს შვილებს, თქვენს შთამომავლობას. მაგრამ როგორ უნდა სცემო უხილავი პიროვნება, რომელსაც ხელით ვერ შეეხები, რომელიც არ ჭამს, არ სვამს, გადის კედლებში, არ ბერდება, არაფერი ავიწყდება, აქვს 8000 წლიანი გამოცდილება, გაცილებით სწრაფად ფიქრობს, ვიდრე ნებისმიერი ჯარისკაცი. მინდა წაგიკითხოთ რამდენიმე ციტატა წმინდათა ცხოვრებებიდან, ჩვენ ამას სკოლებში რა თქმა უნდა არ გვასწავლიან და წესით ზუსტად ამას უნდა გვასწავლიდნენ. წმინდა თეოდორე სტუდიელი, ეს არის სიკეთის მოყვარეობის მეოთხე ტომი, აი რას წერს ეს ნეტარი ადამიანი. თითოეული ჩვენგანი ვნების დამარცხებით იმ ვნების ეშმაკს წავს და განდევნის. სიძვის დამარცხებელი სიძვის ეშმაკს განდევნის. სიზარმაცის დამარცხებელი სიზარმაცის სულს განდევნის. მრისხანებისა და ძვირის ხსოვნის დამარცხებელი მრისხანებისა და ძვირის ხსოვნის სულს განდევნის. განკითხვისა და დრტვინვის დამარცხებელი განკითხვის და დრტვინვის სულს განდევნის. იგივე უნდა ვიგულისხმოთ ყველა სხვა ვნებებთან დაკავშირებითაც. როგორც თავადი იმ ყოვლად დამღუპველმა აღიარა, მუსრავს სიმდაბლე, გვემს მორჩილება, განდევნის ლოცვა, შიმშილით კლავს მარხვა, ამარცხებს ძმათ მოყვარება. ანუ ისინი გვირტყავენ ცოდვებით და თქვენ უნდა დაარტყათ ღვთისმცნებებით. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ არ არის საჭირო ვითარების დაძაბვა, კონფრონტაცია და როგორღაც გაძვრებით, არც მწვადს დაწვავთ და არც შამფურს. მაგრამ თქვენ კი ფიქრობთ ესე, მაგრამ ისინი ეგრე არ ფიქრობენ.
ადამა და ევამ რა დაუშავეს მათ? სამყაროში რა ხდებოდა, ისიც არ იცოდნენ. უბრალოდ პოლიტიკით არ ინტერესდებოდნენ. გარშემო რა ხდებოდა, მაინც და მაინც და 60-ში მეუვარდა ეშმაკი ადამს. სანამ ადამიანი დინებას მიყვება ხოლმე, ვერ ბრძნობს ნაკადის ძალას. მაგრამ აბას ცადეთ, რომ გაგიჟებული მდინარიდან გამოხვიდეთ. მაშინვე დაინახავთ, რა ძალა აქვს ამ ნაკადს. ისააკ ასურს თავის სწავლანში აქვს ნათქვამი ასეთი სიტყვები: რომელმან მოკლას ვნებანი, მისგან ეშმაკი მოიკლა. ისინი მოქმედებენ ჩვენზე, მაგრამ ჩვენ გამოსყიდვისა გამო, უფლის ღვაწლისა გამო უკვე შეგვიძლია მათზე პასუხის გაცემა, მათზე მოქმედება. მინდა წაგიკითხოთ წმინდა გაბრიელ მცირეს ღვთივსულიერი თხრობანი. ეს არის გარეჯის პატერიკი. მოვიდა ვინმე მონაზონი, სახელით არსენი, დიდად მოღვაწე, სიმხნით მარხველი, ახოვნებით მლოცველი, ყოველსაში რა მომთმინე. და ერთ დღესაც სჭამდა პურსა და მოუხდაო ეშმაკიო რაღაც თავისი განზრახვებით, რომ ბევრი ჭამოს. და ეს მიხვდაო არსენი, საიდან მოდიოდა ეს. მაშინვე ადგაო, აიღო პურიო, გავიდა ჩუმად გარეთო, დაუძახა ძაღლს, გადაუგდო პურიო და ძაღლმაც შეჭამა ეს პური. და შემდეგ იხილაო სამი ეშმაკიო ბრძოლად და ერთ მათგანსო იმათი უფროსი ვინც იყო თავარი კვერთხის ცაო. კვერთხი ეს არის აი როგორც დიდი ჯოხი და განიოდა სახელითა ქრისტესითა და ამიერიდგანო აღარ ეჩვენაო ეშმაკი იგი ნაყროვანებისა. ის ორიო უძლურებიო კი ებრძოდნენ, მაგრამ ვეღარაფერს ავნებდნენ. პატერიკები სავსეა მონათხრობებით, როცა ბერმა დაიცვა ღვთისმცნება და ეშმაკი აწივლდა, რომ ვაიმე, ვაიმე ღვთისმცნებაო, მაგდებსო მეო. ნუ ეცდებით მათთან მოლაპარაკებას, რაღაც საერთო ენისა და ინტერესების გამონახვას, რაღაც კოჰაბიტაციას. მათი ინტერესია თქვენი და თქვენი შთამომავლობის მარადიული საუკუნო დაღუპვა. თქვენი ლოცვა და მარხვა, აღსარება და ზიარება, ღვთისმცნებებით მოქმედება ყოველდღიურობაში. ეკლესიაში უბრალოდ მისვლაც კი ეს არის მათი ცემა და გვემა. თითოეული თქვენი შეცოდება, რაიმე ბოროტების გაკეთება, რაიმე შეშლილობის ლეგალიზება თქვენს ცხოვრებაში, ესაა მათი გამარჯვება და სიხარული. ყველა ვინც ხვდება, რომ მოკვდავია, რომ ღმერთი კარგია, ეშმაკი ცუდია, ძალიან ელემენტარულს ვინც ხვდება. როგორღაც ესე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს სრული შეურიგებლობა ეშმაკთან და მის საქმეებთან. ღმერთმა რო თქვა, რომ არ გააკეთო, არ უნდა გააკეთო. სრული გაუცხოება უარყოფილ სულთა სამყაროსთან. რაც ღმერთმა აკრძალა, თქვენ თავს ნუ გაუხსნილებთ ხოლმე. ნუ დართავთ თქვენ თავს იმის ნებაც, რაც სამება ღმერთმა აკრძალა. ვისწავლოთ სულიერი ბრძოლის ილეთები და რაღაცა დაფეთებულები და შეშინებულები ნუ ვიქნებით ეშმაკებთან, იმათ რომ რამე შეეძლოთ, ჩვენ ტყავს გაგვაძრობდნენ ყოველ დღე. არისო სამი ეკლესია. ერთია გამარჯვებული სასუფეველში, მეორეა დამარცხებული ჯოჯოხეთში. და ჩვენთან აქ ყოფილა მებრძოლი ეკლესია. ამიტომ ამოცანის ამოხსნა არ არის რაღაც შეშინებული და თავდაღუნული და გაუბედურებული ქრისტიანი. ამოცანის ამოხსნა არის საომარი მენტალიტეტი,
მებრძოლი ქრისტიანი. მერთო გაგახაროთ.